გამარჯობათ, ეს არის მეორე გაკვეთილი ბოლოს შევჩერდით C-პანელის ინსტალაციაზე. როგორც ხედავთ, პანელი დაყენდა, ახლა უნდა გავაგრძელოთ პლუგინების დამატება. შესამოწმებლად C-პანელი სერვერი მოგცემს IPs, მომიშნოთ SCP და უბრალოდ ჩავწეროთ. აგერ ხედავთ, რომ გაიხსნა. ეხლა BHM შესაძლებლად წერთ 2.20.86. აგერ გადავიდეთ. აქ შესაძლებლად ჩვენ უნდა შევიდეთ root-ით და პაროლი რაც ქონდა აი აქ. აგერ შევიდეთ. ეხლა იწყება უკვე ლიცენზიის და რაღაცების დაყენება. შევდივართ პირველი აი ეგრე. აგერ სერვერის email-ის მისამართი. ეხლა მივცავთ ჩემს email-ს. SMS ადრესი. ანუ აქ წერთ ჩვენს ნომერს და შემდეგ წერთ IPs. ასე. IMEI და ISQ არ გვინდა. სერვერის hostname-ში წერთ IPs. აგერ ამას დავტოვებთ უცვლელად. ამასაც დავტოვებთ. გადავიდეთ მესამე საფეხურს. იქნება ყველაფერი. აგერ ყველაფერი შექმნილი. ეხლა ეს ჩვენი ადრესი. მოხსა. გადავიდეთ. ეხლა ჩვენ უნდა მომიშნოთ პირველში bind და აი აქ ჩავწეროთ ორივეგან ჩვენი არა. გასწავლოთ ns1 და რა საიტიც კიდეც. მაგალითად ამაზე მაქვს დაფუძნებული. ასე ვიზავ ამას. ns2 და საიტი. 3 და 4 აღარ გვჭირდება. entries ესენი აღარ გვინდა და გადავდივართ მეხუთე საფეხურზე. აგერ ნიშნავთ pure ftpd და აქ dovo code. გადავდივართ მეხუთე საფეხურზე. დავადლებთ realization. ეხლა ჩვენ გამოგვიგდო, რომ C-პანელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კოდით, რა. აქ C-პანელის დირექტი. ანუ ეხლა ჩვენ აქ მოგცემს კოდს, აი ამას მომნიშნავთ და კონსოლში უბრალოდ დავწვევით მარჯვენა ღილაკი და enter. აგერ კარგი. ეხლა დავბრუნდეთ ისე და შევიდეთ. რაღაც შემიშალა მეგონა. ამენ აქტიურია აჩვენებს. აგერ ნახავთ ყველაფერი მუშაობს C-პანელისთვის. ეხლა წერთ აქ rebot, ანუ რო გადავწირთოთ სერვერში.
გამოვიდეთ და თავიდან შევიდეთ. ჯგუფი და პაროლი. და გადავდივართ. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს 30-წლიანი ლიცენზია. შეგიძლიათ იყიდოთ პირდაპირ C-პანელის საიტიდან. ახლა დავიწყოთ მოდი პლუგინების ინსტალაცია. ამისათვის გვაქვს რამდენიმე ლინკი, რაც დაგჭირდება აუცილებლად. ახლა შევდივართ ისე კონსოლში და ვწერთ ლინკს, რასაც მოაყოლე. ახლა მეორე ლინკი. ახლა ამას გავადიდებ და აქ ხედავთ რამოდენიმე ჩამონათვალს, რაც შეგვიძლია დავაყენოთ. ამას გამოვტოვებთ, ეს არ არის ჩვენთვის. და უბრალოდ ამას მოვნიშნავთ და არავის არ ვაწვევით. დაველოდებით და ვაწვევით მარჯვენა კნოპკას. ახლა დავარეფრეშოთ. გვერდი, აქ ნახავთ ბოლოში პლუგინი გამოვარდება. ერთი რაღაც დაყენდა. მოგაცრავოთ. დავაწყოთ ამას. ასე მოგვიწევს ყველა პლუგინის დამატება. შემდეგ ვიდეოში თქვენ ახავთ თუ როგორ გავხსნათ ახალი პაკეტები და პაკეტების ინფორმაციის მითითება.